წინ სოციალურ ქსელში წავიკითხე საკმაოდ სასოწარკვეთილი პოსტი, სადაც ქალი კითხვას სვამდა, ხახო, ასეთი გაძვირებული პროდუქტის პირობებში საერთოდ როგორ ახერხებთ თქვენის ბავშვების გამოყვებას ან საერთოდ რა საჭმელთო? ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი იმას, რომ დედისთვის ბავშვის ყვება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი. მტკივნეული იმიტომ, რომ ჩვენ გვიწევს ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ძალიან რთულია გაარკვიო პროდუქტები, რომელთაც ვიკვებებით, ნამდვილად ვარგისია საკვებად თუ არა. ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად რთულდება, თუ თქვენი ბავშვი უჭმელია. ჩემი სამივე შვილი არის უჭმელი. მე ვთავაზობთ ასეთ ექსპერიმენტს. როგორც იცით, ბავშვის დაბალანსებული ყვებისთვის მის რაციონში უნდა იყოს ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, ხილბოსტნეული. მე მაქვს 260 ლარი და შევეცდები გავარკვიო ამ 260 ლარით რა რაოდენობის პროდუქტის ყიდვას შევძლებ. რატომ 260 ლარი? იმიტომ რომ საქართველოში ყოველთვიური საარსებო მინიმუმი შეადგენს 260 ლარს. იადონის ჭიკჭიკი მთელი ჩემი საუბრის განმავლობაში არ შეიმჩნიათ. რომელ ოთახშიც არ უნდა გავიყვანო, მაინც ძალიან მკაფიოდ ისმის ამის ჭიკჭიკი და რატო არ ჩუმდები არასდროს ებრაზიანეთში? საქმე გაცილებით მარტივად გვაქვს, როცა საქმე ეხება საუზმეს. სადილი არის სერიოზული პრობლემა. თან ისეთი გავაკეთო, რომ არ დაიწუნონ და თან სასარგებლოც იყოს. აი პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამბავია რა, ჩემთვის ძალიან იჭირს რაღაც ასეთის მოფიქრება. პირველ რიგში მივდივარ რძის პროდუქტების საყიდვლად, თუმცა აქ მთავარი კითხვა არის რომელი. მე ვარ ადამიანების ის კატეგორია, რომელიც დახლებზე ყოველთვის ეძებდა ქართული წარმოების პროდუქციას, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ძალიან გამიჭირდება ქართული რძის მწარმოებელი კომპანიების ნდობა, რადგან არ მაქვს არანაირი გარანტია, რომ წკინტლნაჭამი ძროხის რძეს არ ვაჭმევ ჩემს შვილებს. ჩემთვის გამოსავალი ვერც მახლობელი სოფლებიდან ჩამოტანილი რძე აღმოჩნდა, რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი თბილისის შემოგარენში არსებულ დაუცველ ნაგავსაყრელებს შესეული ძროხები. შესაბამისად, ამ ეტაპზე ერთადერთი რაც მოვიფიქრე, ეს არის იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები, რომელსაც აქვს ევროკავშირის ხარისხის ნიშანი, თუმცა ფასში ცოტა სხვაობა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ აქვს. ეშით. ეს არის მაღაზია, სადაც ვყიდულობ ტკბილეულს ბავშვებისთვის. მე მესმის, რომ ეს კანფეტები სასარგებლო არ არის მათი ჯანმრთელობისთვის, თუმცა იძულებული ვარ გაუწიო ანგარიში და რაღაც ლიმიტირებულად მაინც ვაჭამო. სხვათა შორის 4 წლამდე უფროსი შვილი მივიყვანე ისე, რომ კანფეტი გასინჯული არ ჰქონდა და შედეგად, როდესაც მოხვდებოდით ან დაბადების დღეზე, ან ისეთ ადგილზე, სადაც შეიძლებოდა მისთვის ტკბილეული შეეთავაზებინათ, მესმოდა კომენტარები, რომ ვაიმე საწყალი ბავშვი და როგორ შეიძლება ბავშვის გაზრდა ისე, რომ კანფეტი არ მისცე. ასეთ დროს, როდესაც საზოგადოება არანაირად არ გიწყობს ხელს, რომ ბავშვს რაღაც ჯანმრთელი და ჯანსაღი კვების ჩვევები ჩამოუყალიბო, დედა როგორც წესი რაღაც ეტაპზე წინააღმდეგობას უწევს საზოგადოებას, თუმცა მერე სამწუხაროდ ნებდება და ასე დამემართა მეც. ახლა მივდივარ ხორცის საყიდვლად, უბანში გვაქვს ხორცის მაღაზია, სადაც რამდენიმე წელია უკვე ხორცს ვყიდულობ და არც ერთხელ არ გამჩრუებია იმედი და შესაბამისად მათ ვენდობი. რაც შეეხება ქათამს, ქათმებთან დაკავშირებით და მათ კლებასთან დაკავშირებით იმდენად ცუდი ინფორმაცია მაქვს, რომ იძულებული ვარ ქათამი ლეჩხუმიდან გამოვაგზავნო ჩემებს. რაც შეეხება ხილბოსტნეულს, ძირითადად ვიდულობ უბნის მარკეტში ან უბნის მაღაზიაში. ალუჩა 9 ლარი. 11 ლარი. კარტოფილი 5.50, ბაძრიჯანი 4 ლარი, ლობიო 7 ლარი, ბროკოლი 6 ლარი. მართლა წარმოუდგენელი ამბავია რა. ესე იგი, ალუჩა 9 ლარი, მარწყვი 13 ლარი. ის რაც სოფელში მცხოვრები ბავშვისთვის შეიძლება იყოს ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი, ხალხში მცხოვრებისთვის შეიძლება იყოს ფუფუნების საგანი. რადგან დღეში მჭირდება სადღაც 30-40 ლარი, რომ
მარტო ხილი იყიდო და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაინც და მაინც კეთილსინდისიერად არ იყენებენ ხოლმე შხამქიმიკატებს და სახლში მოტანილი საათობით ვამყოფებ ხოლმე წყალში, რომ ეს ნიტრატები მოვაშორო, არა ვარ მაინც დარწმუნებული, რომ ჩემი შვილებისთვის ის ხილი, რომელსაც მე ვყიდულობ, სასარგებლოა. დაახლოებით 190 ლარი დავხარჯა, თუმცა ჩემი ნავაჭრი დიდად შთამბეჭდავად ვერ გამოიყურება. აი. ეს არის ჩემს მიერ შეძენილი პროდუქტები. მინდა გითხრათ, რომ აქ არ არის ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც საჭირო და აუცილებელია, მაგალითად არ არის ყველი, არ არის კვერცხი. მათი დამატება რომ გამხდარიყო საჭირო, ეჭვმახსოვს ისე რომ 60 ლარი არ მეყოფოდა. დავიწყოთ. კარტოფილი, ტაფილო, ბადრიჯანი, სულ რაღაც 4 ცალი, რაც ერთი კერძის მოსამზადებლად შეიძლება იყოს ადამიანს. ვანილი, ლობიო, ჩვენი ყვადაღებული ალუჩა, მარწყვი, მაკარონი, ზეთი, მაწონი, ესაცე, კარაქი, ბავშვების დილის საუზმე, ხორცი, დაახლოებით კილო და 300 გრამი. დაახლოებით 2 კვირის წინ ვიყიდე და მივეცი სადღაც 26 ლარი და დღეს 29 ლარი ვიყიდე. მარწყვი. ვიყიდე დაახლოებით კილო ნახევარი. ალუჩა სადღაც 1 კილომდე. რაც არის ბავშვების დაახლოებით 1 დღის სამყოფი, 3 ბავშვისთვის. იგივე შემიძლია ვთქვა კარტოფილზე. ეს კარტოფილი არის 1 შეცვლა. ესეც ხელსახოცი ტუალეტის თაღავი. მილეული ბავშვებისთვის და ყავა ჩემთვის. აი ესე გამოიყურება ჩემი 260 ლარი. ეს ყველაფერი სამბავშვიანი ოჯახისთვის მაქსიმუმ არის 4-5 დღის საკვები. იმ რაოდენობის პროდუქტი, რომელიც მაგალითად მე მოვიტანე, როგორ შეიძლება ზრდასრულმა მამაკაცმა გადაანაცვლოს მთელი თვის განმავლობაში, სიმართლე გითხრათ, ცოტა ფანტასტიკის სფეროა გამბავი ჩემთვის. და საწონს შეჭამ? დაგისხაწვნიანი? ესე იგი, მთელი დღე ხო პროდუქტები ვათრიე. სახლში მოვიტანე, სადილი გავაკეთე და მაქსიმუმი რაც მოვახერხე, აი ეს არის ისეთ შოკოლადის ხათრით.